ზანგეზურის დერეფნის ახალი სიცოცხლე და შეთანხმება, რომელიც ისტორიულად მოკლე დროში გაფორმდა. რაც შეცვლის აწუკვე ტრამპის მარშრუტი და ამ ფონზე როგორი არის შუა დერეფნის პერსპექტივები საშუალოვადიან პერსპექტივაში. თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძე. გვერდება ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დავიწყოთ პრინციპში მოლოდინებით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ჩემთვის პირადად ნამდვილად გასაოცარი იყო ინიცირებიდან გაფორმებამდე დრო, რომელიც ძალიან სწრაფად გაიარა. რამდენად ელოდით, რომ აღნიშნული საკითხი, რომელიც ტრამპმა სულ რაღაც ერთი თვის წინ დააყენა დღის წესრიგში, ასე ვთქვათ, ხორცს შეისხამდა შეთანხმების დონეზე ყოველ შემთხვევაში დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენს მაყურებელს მივესალმები. ესეთი სისწრაფე გადაწყვეტილებების მიღებიდან აღსრულებამდე სიმართლე გითხრათ, მე ეჭვს მიჩენს, რომ ეს პროექტი უფრო პოლიტიკური ხასიათისაა, ვიდრე ეკონომიკური ხასიათის. იმიტომ რომ ეკონომიკური ხასიათის პროექტებს სჭირდება ეკონომიკური დასაბუთება. შესაბამისი ბიუჯეტი, შესაბამისი გათვლები თუ დერეფანზე და სატრანსპორტო მარშრუტებზე ვსაუბრობთ, რა ტვირთებმა, ვის მატვირთებმა, რა მოცულობით, რა სახის ტვირთებმა უნდა იაროს და ასე შემდეგ. ესეთი კვლევა ყოველ შემთხვევაში ზედაპირზე რაც დევს, ესეთი კვლევა არსად ჩატარებულა და არსად ყოველ შემთხვევაში გამოქვეყნებულა და ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად და მას არ ეყოფოდა ერთი თვიანი პერიოდი იმისთვის, რომ ამის ეკონომიკური დასაბუთება მომხდარიყო. ეკონომიკური დასაბუთება, რასაც პრინციპში არ ჭირდება და არის ელემენტარული სახელმწიფოებრიობის ლოგიკა, ეს არის ის, რომ აზერბაიჯანს ჭირდება და ბუნებრივი მოთხოვნილება მისი, რომ კონდეს ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან სრულფასოვანი სატრანსპორტო და ვაჭრობის საშუალება, მიმოსვლის საშუალება და რასაც ალბათ თუ ესეთი პირობები დადგებოდა და ომი დამთავრდება და ეს მშვიდობა დაისადგურებს ამ ორ ქვეყანას შორის, ალბათ სომხეთი დიდი სიამოვნებით ტრანზიტულადაც გაატარებდა. შესაბამისად, ესეთი პომპეზური აღნიშვნა და ხელმოწერა ამ ყველაფრისა თუ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, ომის დამთავრებას და მშვიდობის დასადგურებას, ესეთ პატარა დერეფანზე, ჩემი აზრით, მაინც უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, რასაც ქვია ალბათ რუსეთის რეგიონიდან გაწევის მცდელობა. მეც ვერაფერს ვიტყვი. კი ბატონო. ბატონო ლევან, თქვენ ახსენეთ ეკონომიკური დასაბუთება ამ მიმართულებით, რომელიც ნამდვილად არც გაჟღერებულა ამ მიმართულებით და როგორც მე ვიცი, არც არსებობს ამისი, ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში გაცხადებული ეკონომიკური დასაბუთება. ამ რეალობაში ძალიან საინტერესო არის შევეხოთ თუნდაც ზოგადად მაინც იმ შესაძლებლობებს, რომელიც თუნდაც პერსპექტივაში შესაძლებელია გააჩნდეს ამ დერეფანს და ეს შესაძლებლობები როგორ იკვეთება ჩვენს შუა დერეფანთან, რომელიც უკვე მოქმედია და საკმაოდ დიდი რაოდენობით ტვირთებსაც ატარებს. ხო, ნამდვილად საინტერესო კითხვა დასვით. სხვათა შორის ეს დერეფანი, რომელსაც ახლა ჩვენ დერეფანს ვუწოდებთ, იყო ერთადერთი სარკინიგზო კავშირი, თავის დროზე სანამ საბჭოთა კავშირი არსებობდა, სარკინიგზო კავშირი საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის სწორედ ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მეშვეობით იქ არის ერთ-ერთი სადგური ჯულფა და იქ იმის მეშვეობით ხდებოდა სარკინიგზო ტვირთების მოძრაობა, მაგრამ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში თურქული რკინიგზა მაინც და მაინც განსაკუთრებული ინფრასტრუქტურული განვითარებით არ გამოირჩეოდა. თუნდაც ეხლაც არ არის მანდამაინც კარგად განვითარებული და შესაბამისად ეს დერეფანი, ეს მარშრუტი მანდამაინც კარგად დატვირთული არის. თუმცა საბჭოთა კავშირის რეალობიდან მოყოლებული გარკვეული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არსებობს, გარკვეული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და საავტომობილო ინფრასტრუქტურა არსებობს. აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ გეოგრაფია. გეოგრაფია სამწუხაროდ ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნამყოფი არა ვარ, მაგრამ რაც აღწერები ვიცი თავის დროზე და შემდეგ დავინტერესდი და ჩაუღრმავდი ამ საკითხს, დაახლოებით ისეთივე გეოგრაფია აქვს, როგორც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ქართულ მონაკვეთს, ანუ მაღალმთიანი დაახლოებით 1000 მეტრზე 80% მარშრუტისა 1000 მეტრზე მაღლა მდებარეობს. შესაბამისად, ეს არის გარკვეულ ტექნიკურ თავისებურებებთან დაკავშირებული სარკინიგზო გადაზიდვა და აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ისიც, რომ ერთ რაღაცას უნდა შევთანხმდეთ რა, რომ თურქულ რეალობაში
იქ სადაც ეს დერეფანი უნდა დაუერთდეს თურქულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, ის დაუერთდება დაახლოებით იქ, სადაც უერთდება თურქულ ინფრასტრუქტურას ბაქო-თბილისი ყარსი. ან რკინიგზა ყარსში გადის. შესაბამისად მისი შესაძლებლობების შეფასება გამტარუნარიანობის თვალსაზრისით დღეს ცოტა ძნელია. მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, რა ჩვენ ყოველთვის უნდა შევაფასოთ მით უმეტეს როცა გვაქვს შეფასების კრიტერიუმი და ეს შეფასების კრიტერიუმი არის ბაქო-თბილისი ყარსი. ბაქო-თბილისი ყარსი ვერ ვიტყვით რომ ვერ დაიტვირთა. ბაქო-თბილისი ყარსი არ დაიტვირთა, უბრალოდ დაიტვირთა იმ რაოდენობის ტვირთით, რომლითაც დაინტერესდა ზოგადად ბიზნესი, თურქული ბიზნესი თუ შუააზიური ბიზნესი. ერთადად იქ თავიდანვე ეს ეკეთებოდა პროგნოზი, რომ ბაქო-თბილისი ყარსი ჩემი გადასახედიდან ყოველთვის ესე იყო და ეხლაც ესე უყურებ, რომ ეს იყო რეგიონალური ვაჭრობის ხელშეწყობის გარკვეული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელშეუწყობდა შუააზიურ და თურქულ ვაჭრობას სავაჭრო ურთიერთკავშირს. ცოტა გარკვეული დოზით ჩინურსაც, ოღონდ ჩინურ თურქულს და არა ჩინურ ევროპულს და ასე შემდეგ. საქმე რაშია, იცით, სანამ ჩვენ გადავალთ შუა დერეფნის და მის ასე ვთქვათ შედარებით ანალიზზე, ჩვენ ერთ რაღაცაზეც უნდა ვიფიქროთ რა, რომ თანხა სადაც დაიხარჯება, ინვესტიცია სადაც ჩაიდება, იქ ინფრასტრუქტურა შეიქმნება აუცილებლად. ამ ნაწილს შევსილოს მინდა ჩაგეკითხოთ და შემდეგ გავაგზავნოთ ეს თემაც. ძალიან საინტერესოა, თუნდაც რომ წარმოვადგენინოთ ჩვენს მაყურებელს, ვიცით რომ ამ დერეფანს სჭირდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული გადაიარაღება იმისათვის, რათა მან მოახერხოს გარკვეული ტვირთების მიღება და გატარება. რა ტიპის, ასე ვთქვათ, გადაიარაღებაზეა საუბარი, რა ტიპის ინვესტიციაზეა საუბარი და დროის რა პერსპექტივაში? მაკეთკენ მივდიოდი, დიდი მადლობა რომ დამიმესდით. მოდით ესე ვთქვათ, ეხლანდელი მდგომარეობა თუმცა რაღაცას ხელი შეავლეს ჩვენმა აზერბაიჯანელმა მეგობრებმა იქ ნახჩევანში კონკრეტულად სომხეთის ნაწილი ალბათ აღსადგენი იქნება, იმიტომ რომ იქ 30 წლის განმავლობაში არაფერი მომხდარა თუ ამ კონფლიქტის განმავლობაში. ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი, რომ რუსული საბჭოთა, არ ვიცი, სტანდარტის რკინიგზის სიგანე, ეს არის 1520 მილიმეტრი, განსხვავდება თურქული იმის, რომელიც არის უფრო ვიწრო და ეს არის 1440 მილიმეტრი. შესაბამისად, ყველა ინფრასტრუქტურა ჩვენს მხარეს გათვლილი არის შესაბამისი ტვირთამწეობით და მეორე მხარეს შესაბამისი ტვირთამწეობით. ჩვენი ინფრასტრუქტურა უფრო მაღალ ტვირთამწეობაზე და ტვირთგამტარობაზეა და ყველა ვაგონი თუ ასე შემდეგ ყველა ინფრასტრუქტურა ამაზეა გათვლილი, თურქეთში ნაკლებს. მასიური ტვირთების ტარება იქ გარკვეულ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, სიძვირესთან პირდაპირ ვთქვათ, ან შეიძლება რომელიმე მხარემ ამის დოტაცია აიღოს თავის თავს. რაც არ უნდა დაიხარჯოს თანხა, თურქული ინფრასტრუქტურის, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის აუცილებლობას ჩვენ ვერ გავექცევით. გაზაფხულზე რამდენადაც მახსოვს, თურქული რკინიგზის გარკვეული სტრუქტურები იყო ჩასული თურქეთში იყო ჩასული და მათ ასეთი ზედაპირული შეფასება გააკეთეს თურქული ინფრასტრუქტურის შეფასებას, რა თანხა დაჭირდებოდა ამას, რომელს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, დაახლოებით 62-65 მილიარდ დოლარზე წავიდა საუბარი, რომ თურქული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მივიდეს იმ კონდიციამდე, რომ დააკმაყოფილოს ყველა ის მოთხოვნა, რაც თქვათ შეიძლება ჩინეთს დაჭირდეს. შესაბამისად, ეს თუ ზანგეზურსაც ავიღებ და იმ დახარჯულ ინვესტიციას ისევ ანალოგიით წავალ ბაქო-თბილისი ყარსის მიმართულებით რაც დაჭირდა, მე მგონი უფრო ძვირი დაждდება ეგ. ეს არის მრავალ ათეულ მილიარდიანი პროექტი, იმიტომ რომ ზანგეზური გააკეთო და არ გააკეთო თურქული რკინიგზა ლოგიკა არ არის. იმიტომ რომ ვიწრო ხელში მოხდებიან მრავალ ათეულ მილიარდიანი და მრავალ ათეულ წლიანი პროექტია ზანგეზურის ისა. ეხლა გადმოვიდეთ ჩვენს მხარეს. ჩვენი დერეფანი შეიძლება ითქვას მუშაობს,
ხარვეზებით, პრობლემებით და ეს ბუნებრივიცა სატრანსპორტო გადაზიდვები სამწუხაროდ ჩვენს რეგიონში ყველაფერი ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა, დიდი ხანია მუშაობთ, ძალიან ბევრ დახვეწას ობიექტურად საჭიროებს, იმიტომ რომ აქვს თავისი სპეციფიკა, ბევრი დრო არ წავიღოთ. მე ვფიქრობ, რომ შუა დერეფანს ძირითადად დააკლდება საავტომობილო გადაზიდვები თურქეთსა და სომხეთს და უშუალოდ სომხეთსა და თურქეთსა და აზერბაიჯანს, რომელიც შორის თურქეთსა და შუა აზიას შორის. ძალიან ნიშანდობლივ ერთ რაღაც ძალიან მოკლედ მოყვებით წლების წინ ძალიან დიდმა და გავლენიანმა პოლიტიკურადაც გავლენიანმა თურქულმა ბიზნეს ჯგუფმა სცადა რაღაც გარკვეული პროექტის შექმნა, რომელშიც მეც მრჩევლად ვიყავი და ჩემი მეგობრების მიერ წარმოდგენილი პროექტი დადასტურებულად, თურქული მხარისთვისაც დადასტურებულად ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტი იძლეოდა, მაგრამ ამ პროექტის ფარგლებში თურქული საავტომობილო გადამზიდველების ტვირთი კი არ უნდა შემცირებოდათ, უნდა შემცირებოდათ მხარი გადაზიდვის მანძილი. ანუ თუ უნდა გადაეზიდათ 7000 კილომეტრზე, გადაზიდავდნენ დაახლოებით 1000 კილომეტრზე. დანარჩენი ირთვებოდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და ქართული სეგმენტიც ჩნდებოდა, რა თქმა უნდა, ქართული ინფრასტრუქტურის გამოყენების სეგმენტიც. ძალიან მოხარულები იყვნენ სამი ძალიან ხანგრძლივი ის ჰქონდა შეხვედრა და დებატები და საბოლოო ჯამში ამ თურქულმა მხარემ ვარი თქვა იმის გამო, რომ არ წავიდნენ თურქული საავტომობილო გადამზიდვების დიდი სეგმენტის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ისინი ძალიან სარიცხობრივადაც ძალიან ბევრნი არიან და შესაბამისად პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი დამოკიდებულება ასეთ გადაწყვეტილებების მიმართ. კი ბატონო, და ბოლოს მინდა კითხოთ, ცოტა დრო დაგვრჩა და ბოლოს მინდა კითხოთ, თქვენ ახსენეთ ის ხარვეზები, რომელიც მაგალითად შუა დერეფანზე გვაქვს. ახსენეთ ის პერსპექტივა, რომელიც სჭირდება აწ უკვე ტრამპის მარშრუტს გარკვეულ ზომამდე მისასვლელად და განვითარებისთვის. რა ნამიჯები შეიძლება იქნას გადადგმული იმისთვის, რათა ამ პერიოდისთვის შუა დერეფანი ისევ კონკურენტული დარჩეს და გარკვეული ტვირთების შენარჩუნება მოხერხდეს თუ არა გაზრდა. სიმართლე გითხრათ, მე უფრო სანგეზურზე მე სხვა საფრთხეებს ხედავ. ისმენთ ყურადღებას. სხვა საფრთხეებს ხედავ, ჩვენი მეზობლები და ეს ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენი კეთილი მეზობლები აღარ არიან. ჩვენი კეთილი მეზობლები ცდილობენ გარკვეული სიმძიმის ცენტრის გადატანას საკუთარ ტერიტორიაზე. მე ვამბობ, ჩემი ხედვა არის ესეთი, რომ ჩვენ უნდა მხოლოდ ერთი კონტეინერის პირობითად გატარებით, ჩვენ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვერ გავხდებით ვერც ერთი დერეფნისთვის, თუ ჩვენ არ შევქმნით საკუთარ კონცეფციას, რომელიც იქნება დამყარებული დამატებითი სერვისებისა და დამატებითი ღირებულების შექმნას ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოს ნავსადგურებში. ეხლა ეს მცდელობები ძალიან დიდი თემაა და ერთ გადაცემაში შეიძლება ჩავეტიოთ. ეხლა მცდელობა ამ სიმძიმის ცენტრის გადატანის აქვს ჩვენს მეზობლებს, ჩვენს მეგობრებს და გარკვეულწილად ეს გამოსდით კიდეც. შესაბამისად გასაკეთებელი არის ერთი რამ, ის ციფროვიზაციის პროექტი, ციფრული ლოგისტიკის ნიუანსების უფრო მეტად შეტანა იმისათვის, რომ საზღვრის კვეთის პროცედურები დაიხვეწოს ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან, იგივე კასპიის ზღვის, თუნდაც ეხლა ბევრი რამ ამათი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა კასპიის ზღვის მიმართებაში საზღვრის გადმოკვეთის პროცედურებთან დაკავშირებით და გამარტივებასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ მეტია გასაკეთებელი და ქართული სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენი სეგმენტი, ჩვენი როლი იყოს პრაქტიკულად ხელშეუხებელი. თუ ჩვენ ამ სტრატეგიას და ეს სტრატეგია, ყოველ შემთხვევაში მგონია რომ აი ხელის ზედაპირზე დევს, შეიძლება ვიღაცა მუშაობს კიდეც სამწუხაროდ ამის წვდომა არ მაქვს სახელმწიფო კულუარებში, როგორ ხდება სამთავრობო კულუარებში, თუ ესე იქნება, ჩვენ როგორც დერეფანი შეინარჩუნებს იმას თავის მნიშვნელობას ასევე საქართველოს. აუცილებელი პირობა არის, რომ ჩვენ პირდაპირ საზღვაო კავშირი გქონდეს ევროპასთან. ბულგარეთთან და რუმინეთთან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ გადატვირთვის ტრანსშიპმენტ ეგრეთ წოდებულ პორტებთან სტამბულის და მალტის და თუნდაც კვიპროსის პორტებზე დამოკიდებული, რომ პირდაპირ გქონდეს პირდაპირი კავშირი ევროპის ნავსადგურებთან. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ბოსფორის გვერდის სავლით პირდაპირ გქონდეს საზღვაო კავშირი რუმინეთთან და ბულგარეთთან, ასევე ნატოს ქვეყნებთან.
ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ტრადიციულად საინტერესო ანალიზისთვის მაყურებელს შევახსენებ. ლევან სულაბერიძე, ყაზახურ-ქართული ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი. დავსაუბრობდით ზანგეზურის დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და შემდგომში უკვე, რა თქმა უნდა, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე ამის ფონზე.